Prezentatsias დღეს საგამოფენო დარბაზ ქარვასლაში მოეწყო უძველესი თბილისის სამეცნიერო-კვლევითი პროგრამა და თბილისის არქეოლოგიურ ძეგლთა და მონაცემთა ერთიანი ბაზის შექმნას ითვალისწინებს პროექტის პრეზენტაციაზე თბილისის ტერიტორიაზე აღმოჩენილი არქეოლოგიური ექსპონატებიც იყო გამოფენილი. თბილისი უფრო ბევრად ძველია, ვიდრე ჩვეულებრივ ჩვენ წარმოდგენაში ქონდა და ეს არის ის სიმდიდრე და ის თემები, რომელიც ერთის მხრივ მთელმა საზოგადოებამ თბილისში უნდა იცოდეს და მეორეს მხრივ ეს კარგი და სწორი მიწოდების შემთხვევაში არის ძალიან კარგი საშუალება ჩვენი ქალაქის კეთესი კუთხით, ესე ვთქვათ, მსოფლიო ასპარეზზე პოზიციონირებისთვის, რაც თავისთავად ნიშნავს ტურისტების მოზიდვას და თბილისის როგორც ესე ვთქვათ, უძველესი კულტურის მატარებელი ქალაქის წარმოჩენას. თბილისის არქეოლოგიურ კვლევას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა არა მარტო საქართველოს ისტორიის კვლევისთვის, ეს არის ის ადგილი, სადაც ევრაზიული ცივილიზაციის ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპებია შემონახული. ეს კვლევა მიმდინარეობდა თაობების მიერ და ბატონი როსტომ აბრამიშვილი უდგა სათავეში ამას და ეხლა ეს გაგრძელდება კიდევ უფრო ახალ ეტაპზე გადავა. ყველა ვინც აქ მოვა შეიტყობს იმას, რომ იმ ტერიტორიაზე, სადაც ჩვენი დედაქალაქი არის განლაგებული, უწყვეტად ცხოვრობდნენ ადამიანები 6000 წლის განმავლობაში.